გაუფრთხილდით მშობლებს, სანამ გვიან არ არის. ცოლ-ქმარი იყო, სიყვარულით ელოდნენ შვილს. დაიბადა ვაჟი, მაგრამ სამწუხაროდ 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეეძინათ მეორე შვილი. ისიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. მესამეც გარდაიცვალა. სამყარო თითქოს სჯიდა, მაგრამ ისინი არ დანებდნენ. 40 წლის ასაკში გაჩნდა ვაჟი. სიბერი შუკი და იმედი. საბან ბუმბულში ყავდათ ჩასმული. გულიანად იცინოდნენ მშობლები, რომ ცრემლები შეემშრალებინათ, რომ ნანატრ შვილს მათი ტკივილი არ დაენახა და არ ეკრძნო. ზრდიდნენ იმედით, რომ ერთხელაც ის შეძლებდა ყველაფერს მათთვის. დრო გავიდა, ვაჟი გაიზარდა, დაქორწინდა. მშობლები მოხუცდნენ. დედა 80 წლის ასაკში ამ ქვეყნიდან მშვიდად წავიდა. მამა დარჩა. მეუღლისგან მიტოვებული, ფრთამოტეხილი მამა შვილმა წაიყვანა თავისთან. გავიდა 2 თვე. შვილმა უთხრა მამას: მამა, ჩვენ მუშაობთ. შენთვის დრო არ გვრჩება, ვერ მოგივლით. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მოხუცთა თავშესაფარში წაგიყვანოთ. და წაიყვანა მოხუცთა თავშესაფარში. გავიდა წლები. ერთ დღეს თავშესაფრიდან დაურეკეს ვაჟს. მამა, თქვენი მძიმედაა. იჩქარეთ, შეიძლება ცოცხალს ვერც მოუსწროთო. შვილი ჩქარობდა, მიფრინავდა მამასთან და ლოცულობდა გულში, ღმერთო ცოცხალი დამახვედრეო. მივიდა, მამის ხელები გულში ჩაიკრა, კოცნა დაუწყო და უთხრა: მამა, რით შემიძლია დაგეხმარო? მითხარი მამა, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. მამამ კი ჩამქრალი თვალებით ამოხედა და აკანკალებული ხმით უთხრა: შვილო, შენ უკვე ყველაფერი გააკეთე. ამ ხელა სახლში ჩემთვის ერთი კუთხეც ვერ გამონახე. მციო და გათბობა არ მქონდა. ცხელ ზაფხულში ცივი წყალი მენატრებოდა, მაცივარი არ მქონდა. თუ საუზმეზე დამაგვიანდებოდა, იმიტომ რომ სიარული მიჭირდა, მშიერი ვრჩებოდი. ეზოში ჩასვლა მინდოდა სუფთა ჰაერზე, მაგრამ ვერ ჩავდიოდი, არავის ჩავყავდი, იმიტომ რომ უპატრონო ვიყავი. შვილო, შენ ყველაფერი გააკეთე. მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი, მე ისევ შენზე ვღელავ, ისევ შენზე ვფიქრობ, ისევ შენზე ვნერვიულობ. შენ რომ დაბერდები, შენმა შვილებმა აქ რომ მოგიყვანონ. შენ ვერ გაუძლებ იმას, რასაც მე გავუძელი. ეს თქვა და სული დალია მამამ. შვილმა ხრიალი დაიწყო: მამა, მამა, არ დამტოვო მამა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სანამ მშობლები ყავს ცოცხალი, მოეფერე, მოусმინე, უთხარი რომ გიყვარს. არ გადადო ხვალისთვის, სანამ დრო გაქვს. გამოიწერეთ გვერდი, დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გაუზიარეთ მეგობრებს. 29 ივნისს დაიდება 2 ვაშლის ისტორია. ჩვენი YouTube გვერდია Sunny House-ზე. თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, რათა უფრო ბევრი საინტერესო ამბები და ისტორიები მოგიყვეთ.